გამარჯობა. Რაღაც საოცრად მაგარი შეკითხვა დამისვეს ტრენინგზე. თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ნაზარდი ჯამი პივოტში, თუ იმ შემთხვევაში ფისკალური წელი იწყება მაგალითად სექტემბრიდან და არა სტანდარტულად იანვრიდან. მაშასე მე გიორგი ვარ დათქვიშვილი და თქვენ ყვებით Microsoft Excel-ის ვიდეო გაკვეთილს. მოდით პირველ რიგში გავხსენოთ რას ნიშნავს ნაზარდი ჯამი pivot table-ში. სტანდარტული მეთოდით ჩემო გვაქვს მაგალითად თარიღი არის დაჯგუფებული, შეგვიძლია ეს დაჯგუფება შემდეგ დეპოზიტების სახით ჩავშალოთ და უკვე დეპოზიტების სახით მეორეჯერაც რო ჩავაგდებთ მონაცემს, დავინახოთ რომ მართლაც 2026 დაჯგუფებულია კვარტლებში, შემდეგ თვეებში, გავხსნათ ეს დაჯგუფება, მივცეთ რომ იყოს გრუპი, ავიღოთ რომ იყოს თვეები, წლები, ოკეი და აი წლების მიხედვით მივიღეთ დაჯგუფებული თარიღები, რა თქმა უნდა ორივეგან გვაქვს ერთი და იგივე მონაცემი ჯამური დეპოზიტები მაგალითად იანვარში და ნაზარდი ჯამი გავიხსენოთ show value ეს ბრძანებით running total in და მართლაც თვეების მიხედვით ვიღებთ რომ იანვარში ამდენი იყოს, შემდეგ ესე და ასე შემდეგ. ხო და საქმე იმაში მდგომარეობს რომ წელიწადი იწყება მაგალითად სექტემბრიდან, ანუ 2025 წლის სექტემბრამდე მონაცემი ეკუთვნის 2025 წელს, ხოლო სექტემბრიდან მოყოლებული კი უკვე ეკუთვნის 2026 წელს. რას ვაკეთებთ ამისათვის? პირველ რიგში მოდით მარტივი ცხრილი შევქმნათ, დეპოზიტები და თარიღები გადმოვიტანოთ აქეთ ამ მხარეს და დავიწყოთ მოქმედებები. პირველი რა თქმა უნდა დაგვჭირდება წელიწადი. ტოლია year ფუნქცია ამოვიღოთ თარიღიდან, სადაც რა თქმა უნდა მივიღებთ უკვე წლების მონაცემებს და შემდეგ კი უბრალოდ უთხრათ months მაგალითად, როდესაც ვეტყვით რომ months-ი აი აქედან ამოღებული აუცილებლად უნდა იყოს მეტი ან ტოლი 9-ზე, იმიტომ როგორც გახსოვთ, ზედა მე-9, ესე ვთქვათ, მე-9 თვიდან ვიწყებთ მოქმედებას და ამ შემთხვევაში true-ები და false-ებიც მივიღეთ, როგორც ხედავთ. და ნახეთ, თუ ამას დავუმატებთ აი ამ მოცემულობას, დააკვირდით, სადაც კი გვაქვს true, იქ წელი იცვლება. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2026 წლის ნოემბერი რეალურად 2027-ის ბიუჯეტში გადის, იმიტომ რომ წელი დაგვეწყო 2027-ის წელი დაგვეწყო სექტემბრიდან, როგორც გახსოვთ. ხოლო იქ სადაც იყო მაგალითად მაისი, იანვარი, აქ წელი არ იცვლება. რა თქმა უნდა, თუ ამას შევიტანთ როგორც წელი და მოდი დავარქვათ ფინანსური წელი ან ფისკალური წელი, როგორც გნებავთ და მივცეთ insert-ი, ავრჩიოთ pivot table, მივცეთ OK და აი ეს ფინანსური წელი რო შემოვიტანოთ აქეთ ამ მხარეს, დეპოზიტების ჯამით წამოვიღოთ, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ნაზარდი ჯამის გაკეთება შეგვიძლია და მივიღებთ running total in-ს თავისთავად ფინანსური წლისათვის და ნახავთ რომ პირველი წელი ეს იყო, მერე ეს 2 ერთად, მერე ეს 3 ერთად და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ხედავთ, აქ არ არის თვეები. ჩვენი ამოცანა კი გულისხმობდა რომ გქონოდა თვეებიც. მაშასე იმისთვის რომ თვეებიც მივიღოთ, ერთ მათემატიკურ მეთოდს უნდა მივმართოთ. მაგალითად პირველ რიგში გავაკეთოთ ესეთი რაღაცა. ამოვიღოთ months-ი, ტოლია months-ი და ეს თვე რა თქმა უნდა ამოვიღოთ B2 უჯრიდან, ანუ სადაც გვაქვს თარიღი. და გამოვაკლოთ ამ შემთხვევაში 9-იანი, რადგან ჩვენ გვაინტერესებს სექტემბრიდან დაწყება. თავისთავად სხვა რიცხვს გამოვაკლებთ იმ თვის ნომერს, საიდანაც გეწყებათ ფინანსური წელი ან ფისკალური წელი. და მიღებული შედეგები, იმიტომ რომ months-ი იყო, აძლევს რაღაც თარიღის ფორმატს, რომელიც უარყოფითში არ გვაჩვენებს მონაცემს, ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ generally, რომ დავინახოთ, რომ მართლაც უარყოფითი რიცხვია და თავისთავად ზოგიერთ შემთხვევაში ცხადია უარყოფითია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ცხადია არის დადებითი რიცხვი. როგორც გახსოვთ, არსებობს ფუნქცია modi. ნაშთისთვის გაკეთების შემთხვევაში 12-ს ვუთითებთ და ასეთ დროს ვნახულობთ, რომ მართლაც ფორმულამ დაგვიბრუნა პირიქით შედეგი, რამდენი თვე არის გასული მე-9 თვიდან ფაქტობრივად, ხო? და აი ნახეთ, რეალთ ერთი დაგვაკლდება, აღარ ნახოთ, იანვარი არის პირველი თვე, ცხადია, ჩვეულებრივად, თუმცა თუ მე-9 თვიდან ვიწყებდით, მაშინ იანვარი იქნება სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და იანვარი მე-5 თვე, ამიტომ აი აქ +1 გვაკლია. ფორმულაში +1-ს დავამატებთ. რა თქმა უნდა, ისევ general ფორმატი მივცეთ და გამოვიდა ეს მონაცემი. თუნდაც სხვაზე დავთვალოთ, მაგალითად ავიღოთ მე-11 თვე. მე-11 თვე ჩვენ ვიცით, რომ უნდა იყოს სექტემბრიდან მე-3 და სწორედ მე-3 შედეგს გვიბრუნებს. ფაქტობრივად გამოდის, რომ ეს მე-7 არის უკვე მე-11 თვე და ასე შემდეგ. აი ახლა კი ეს ორი მონაცემი უნდა შევიტანოთ ერთდროულად
პივოტში და მოდით აი ფისკალური წლის და თვის კომბინაცია გავაკეთოთ ერთად და გავაკეთოთ ამისათვის მაგალითად წელიწადს დავუმატოთ ალბათ ბჭყალებში სწორი იქნებოდა თუ ტირეს ჩავსვავდით ისევ ენდის ნიშანი და უკვე თვე რომელიც არის იმ ჩვენი კონკრეტული წლის მერამდენე თვეა ხო ესე იგი 2025 წლის მეხუთე თვე ოღონდ არ დაგავიწყდეთ აქ იანვარია და ასე შემდეგ მივიღეთ ეს ამბავი და სწორედ ეს მონაცემებია რაც გვჭირდება ანუ რეალური ფინანსური წლის თვე დაუშვათ ხო და აი ახლა შეგვაქვს ეს ყველაფერი პივოტში. წავედით OK-ით, მივიღეთ ფინანსური წლის თვე, აი ესეთი ფორმით და ასევე ვეუბნებით რომ შემოიტანოს დეპოზიტები. როგორც ხედავთ მონაცემები შემოვიდა, თავისთავად ხედავთ მშვენივრად ამ ყველაფერს, თუმცა თუ გრუპს დავაწვევით, რა ვიცი, აქ რა უნდა დავაჯგუფოთ, არაფერი არ არის დაჯგუფებადი, ბუნებრივია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პირობითად ჩვენ ავიღებდით და years ავიღებდით ფინანსური წლიდან და გარეთ გამოვიტანდით, აი აქ უკვე ზუსტად ნახავთ რომ ესენი თავისით დაჯგუფდა იმ წლებში რომელშიც გვინდოდა ეს არის პირველი თვე, ცხადია, შემდეგ უნდა იყოს მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ თვეები, მაგრამ რადგან ტექსტური ჩანაწერი გვაქვს, როგორც ხედავთ, ჯერ მოაქვს მე-10, მე-11, მე-12 და თუ რა თქმა უნდა, კი, აქ ავამუშავებდით running total ins, მაგ პროცენტის არა გარეშე პირდაპირ ნიცვენთ ფინანსურ წელს, მაშინ თავისთავად ეს ნაზარდი ჯამიც გამოგვივიდოდა და წამოვიდოდა, მაგრამ პრობლემას იმაში ვაწყდებით, რომ გვაქვს პირველი მე-10, მე-11, მე-12 როგორც ტექსტური მონაცემები. შემდეგ შემოდის უკვე მეორე თვე და ასე შემდეგ. ანუ რეალურად აი ამ მონაცემების უკან მე-10 თვე დრო წერია, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს თვე უნდა იყოს, ნახეთ, ორჯერ დავაკლიკოთ და ნახავთ, რომ რეალურად ეს არის მე-10 თვის მონაცემი, ანუ რეალურად ეს არის ივნისი. და ამ დროს ფაქტობრივად ივნისი უნდა იყოს წლის ბოლოსაკენ, ხო? და ჩვენ შემთხვევაში კი ის გამოვიდა უკვე თავშივე, ანუ სექტემბრის მერე პირდაპირ მოყვა ივნისი, რაც რეალურად ასე არ უნდა იყოს. მაგალითად, აი ამ ფორმულას, რომელსაც 5-იანი აქვს, 7-იანი აქვს, მაგრამ 11-იც, შეგვიძლია დავუმატოთ წინ text ფუნქცია. text ფუნქციაში შეგვიძლია უთხრათ, რომ პარამეტრი მიღებული შედეგად დააბრუნოს ორი სიმბოლოთი, ანუ 2 ნოლიანით. და რას გვაძლევს ეს? ეს გვაძლევს იმას, რომ 5 არის 0,5 3-იც არის 0,3, მაგრამ 11 არის 11 და 12 არის 12. შესაბამისად, ნებისმიერი სიის მონაცემის მიხედვით, ყველგან მივიღეთ უკვე აი ესეთი მონაცემი, რომელიც 0,5-ია, 0,3-ია და ასე შემდეგ. და ეს, როდესაც პივოტში შემოვა და აი აქ მივცემ ახლა refresh ღილაკს, ნახეთ, გადალაგდა მართლაც მონაცემი და ცხრილი დალაგდა ისე, რომ დაიწყო მე-10, მე-11, მე-12, შემდეგ მე-5, მე-9 და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა სიტუაციაში აქ კიდევ არეულობასთან გვაქვს საქმე. ჯერ ვერ გაირკვა მდგომარეობა, რატო არ არის ჯერ 0,1 მაგალითად, მერე 0,4, 0,3, 0,2, 0,3 და ასე შემდეგ. ამისათვის კიდევ ერთხელ შემოვიტანოთ მაგალითად და დავაკვირდეთ, რომ მოცემულობა მართლაც ასეთია. თუ ამას გადავსორტავთ სიაში, მაშინ მოდი სათაურები რაღაც ჩავუწეროთ, რომ უბრალოდ არ აერიოს, აი ჩავრთეთ ფილტრები, გადავსორტეთ მონაცემები და ვნახავთ, რომ მართლაც 0,5-ით იწყება, შემდეგ 0,6-ით გრძელდება, 0,7, 0,8, 0,9, 11, 12 და ასე შემდეგ სწორად მიდის, მაგრამ რა მოუვიდა პივოტში? ის რომ პივოტს ახსოვდა ეს მონაცემი, დაარეფრეშება ვერ შეძლო, ამიტომ თავიდან ვქმნით პივოტს, ფინანსური წელი შემოგვაქვს, როგორც გახსოვთ, ფინანსური წელი შემდეგ ქვედა დონეში გვაქვს შემოგდებული უკვე თვეების ნაწილი და აი აქ უკვე ნახეთ როგორც ხედავთ ეს თვეები გასწორებულია. შემდეგ შემოდის თავისთავად დეპოზიტები, შემოგვაქვს ორჯერ ეს დეპოზიტი და აი აქ ვეუბნებით მაგალითად გააკეთოს show value as running total init. და მაძლევთ ფინანსური წლის მიხედვით. შესაბამისად, ნაზარდი ჯამი მატულობს, ეს არის პირველი თვე, მეორე თვე, მესამე, მეოთხე, ოღონდ შეგახსენებთ, რომ აი ეს 2026 წლის პირველი თვე
რეალურად არ არის პირველი თვე და ეს მონაცემი ნამდვილ რეალობაში თუ ვიმშელებთ, თარიღის მიხედვით გახლავთ 2025 წლის სექტემბერი. აბა, დავაკლიკოთ ორჯერ ჩქარა და ვნახავთ, რომ 2025 წლის სექტემბერი, ანუ საიდანაც ფინანსური წელი იწყება. მე მგონი ძალიან კარგი ვერსია გამოვიდა ამ ამოცანის. თუ სხვა ვერსიები გაქვთ, ბუნებრივია ველოდებით კომენტარებში. და ველოდები ზოგადად თქვენს შეკითხვებს და გელოდებით ჩემთან ტრენინგზე ელექტრონულ აკადემიაში.